Right. მოგესალმებით. მოგეთ დაუგეგმავად მომიწია ჩამოსვლა მეგობრებთან ერთად ზუგდიდში და რატომ ძალიან მოკლედ მოგახსენებთ ახლა. მოკლედ სანამ ჩვენ ყველას გვეძინა მოხდა შემდეგი რამ. თელმა საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს იცის რომ პირველ ტურში ზუგდიდში ოპოზიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და რეალურად უკვე ვთქვით და ახლაც ასეა, რომ საკრებულო თავიდან ბოლომდე დააკომპლექტა ოპოზიციამ, კერძოდ ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობამ. ხმათა უმრავლესობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა უმრავლესობა. და აქვს სამწუთის მდგომარეობითაც, მაგრამ გუშინ ღამე ქართული ოცნება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიკრიბა, სრულად უკანონოდ გადათვალეს ხმები, აი ესე ქურდულად საარჩევნო ზონდერება გადათვალეს ხმები და ერთ-ერთ ჩვენს გამარჯვებულ მაჟორიტარს, პირველ ტურშივე გამარჯვებულ მაჟორიტარს ხმების გადათვლის შემდეგ ჩაუთვალეს პირველ ტურში მარცხი. ანუ ქართულმა ოცნებამ გუშინ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, რომელმაც გაიმარჯვა პირველ ტურში, ერთ-ერთი კანდიდატი ხმის გადათვლის შემდეგ დამარცხებულად გამოაცხადა პირველივე ტურში. ესე იგი, არჩევნები როგორ ჩატარდა, ჩემზე კარგად იცით, ხო, განსაკუთრებით ზუგდიდში, ხო? შანტაჟით, სხვადასხვა სახის მუქარით, მოსყიდვით, უკანონო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, მოკრიმინალო ელემენტების ჩართულობით, რომლებიც მჭიდროდ არიან სუსტან დაკავშირებული და შენახება. ამ პირობებშიც, ხო, პირწმინდად წააგო ზუგდიდში არჩევნები ქართულმა ოცნებამ. ამის შემდეგ ხმები გადათვალეს იმ დღესვე საარჩევნო ამ კონკრეტულ უბანზე ქართულმა ოცნებამ, მაგრამ მაინც ვერაფერს ვერ გახდე და 5 დღის შემდეგ გუშინ მალულად პრაქტიკულად ღამე ვიდრე ჩვენ ახლა გვეძინა ყველას გადათვალეს და გამოაცხადეს ოპოზიცია დამარცხებულად. ამიტომ იცოდეთ ჩემო კარგებო, ეს არის ინფორმაცია, რომელიც ახლა მე უკვე მოგაწოდეთ ზუგდიდიდან. დღის განმავლობაში მოგაზრდით და თავადაც იხილავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ერთი რამ შემიძლია პირდაპირ გითხრათ და ვიცი რომ ახლა ქართული ოცნების წარმომადგენლებიც ადგილობრივი და ცენტრალურიდან ამ ვიდეოს ნახავენ და ზოგი მათგანი ახალს უყურებს, ხო? ზუგდიდში ვერც ხედრიონის ტერორმა და ვერანაირი სახის ტერორმა ადამიანები აქ ვერ დაჩაგრა და ვერც ქართული ოცნება ვერ იქნება იმ მდგომარეობაში საარჩევნო ზონდერების გამოყენებით მოპოვებული გამარჯვება წაართვას ქართულ ხალხს. აი ეს მინდოდა ახლა მეთქვა ინფორმაციის სახით, დანარჩენს მოგვიანებით ნახავს მთელი საქართველო, როგორ განვითარდება მოვლენები ზუგდიდში. დიდი მადლობა და მაგრად იყავით. თითოეულ ხმაზე, თითოეულ მოგებულ ოლქზე გავიმარჯვებთ, ვიბრძოლებთ და ძმრად ვადენთ ბიძინა ივანიშვილის აი ამ საარჩევნო ზონდერებს ყველა მოპარულ ხმას. მაგრად იყავით.